წინა ვიდეოში ვისაუბრეთ ხარისხის თვისებებზე და მოდით ახლა უკვე აი ამ თვისებების გამოყენებით ჩვენ გავაკეთოთ კონკრეტული მაგალითები, ანუ ამის წაშლა მომიწევს ხო, თუმცა აი იმედია რომ უკვე ვისწავლეთ ეს თვისებები. საკმაოდ არ არის ხო რთული, საკმაოდ მარტივი და სამახსოვრებელი. აი მაგალითად თუ გვაქვს აქ ხო არა. მაგალითად 7-ის კვადრატი გამრავლებული 3-ის კვადრატზე და ნუ გამრავლებული, მოდი გაყოფილი იყოს გაყოფილი 5-ის კაი, მეც ეს არ გვინდა, მოდი ესეთი რამე იყოს. 10-ის მე-5 გამრავლებული 10-ის მე-6-ზე და გაყოფილი 10-ის მე-3-ზე, ხო? ძალიან მარტივად, ანუ მივუყვებით ხოლმე მარცხნიდან მარჯვნივ თუ რაღაცა ოპერაცია რომელიმე უფრო ადრე უნდა გაკეთდეს, ან თუ ფრჩხილები არ გვაქვს და ასე შემდეგ. 10 ხარისხ ეს რას გავს? ეს არის ერთნაირი ფუძიანები. 10 ხარისხად 5 გამრავლებული 10 ხარისხად 6-ზე არის ისევ 10 ხარისხად, ну რა უნდა ვქნათ? რა თქმა უნდა შევკრიბოთ, ხო? ანუ ან შეკრება, ან გამოკლება, ხო, როცა ერთნაირი ფუძეებზე ვსაუბრობთ. და გამრავლების დროს რომ შეკრება უნდა იყოს, ესეც ლოგიკურია, ხო, იმიტომ რომ ორი რაღაც რიცხვი ერთმანეთზე რომ გამრავლდება, გასაგებია რომ უფრო დიდი რიცხვი უნდა მივიღოთ, ხო? ანუ 10 ხარისხად 11 და ეს ახლა უნდა გავყოთ 10 ხარისხად 3-ზე. აქ უკვე გასაგებია, ხო? გამოკლება იქნება და დაგვრჩება 10 ხარისხად 8, ხო? ნუ ეს არის ნუ ერთიანი და 8 ნული თუ დაგჭირდა. ხო, თუმცა ამის ჩაწერა არ არის ხოლმე აუცილებელი. მოდი განვიხილოთ შემთხვევა, სადაც გვაქვს თქვათ ასეთი რაღაც, ხო, 8-ის მე-5 გამრავლებული 3-ის მე-5-ზე და თქვათ გაყოფილი 24-ის კუბზე. ხო? აქ რა ხდება ახლა? ისევ მარცხნიდან მარჯვნივ, აქ რა გვაქვს? ერთნაირი ხარისხები გვაქვს ახლა უკვე, ამიტომ ხარისხი გადადის და ნუ 8 და 3 ერთმანეთზე გადამრავლდება. 24-ის მე-5 გაყოფილი 24-ის მე-3-ზე. აქ უკვე ერთნაირი ფუძეები გვაქვს და ფუძე გადადის და ხარისხები აკლდება. ხედავთ ხო როგორი მარტივია, ნაი შეხედეთ. ერთნაირები რაც იყო გადავიდა. ერთნაირები რაც იყო, ой შემეშალა ბოდიშით, აი აქ გადავიდა, ხო? გადავიდა და აქ გამრავლება შესრულდა პირდაპირ, აქ ნუ გამოკლება, იმიტომ რომ გაყოფაა, ხო? და გაყოფის დროს უფრო ნაკლები ხარისხი უნდა გქონდეს, ეგეც ლოგიკური არის. ასეთი შემთხვევა შეიძლება კიდე განვიხილოთ, ხო? წილადის სახით რო იყოს, თქვათ 2-ის კუბი გამრავლებული 3-ის კუბზე და ქვევით იყოს რაღაცა, აქ რა იქნება ესე იგი კუბი და აქ იყოს 6-ის მოდი კუბი არა, აი მერვე ხარისხები იყოს, ხო, უფრო კარგად გამოვიდეს 6-ის კვადრატი გამრავლებული 6-ის კუბზე. ხო, მივყვეთ ახლა. აქ უკვე შეგვიძლია ჯერ მრიცხველი გავაკეთოთ მაგალითად. აქ გვაქვს რა? ერთნაირები რა არის? ფუძეები, ახლა ხოდი ხარისხები, ხო? ხარისხი გადავა 2-ჯერ 3, 6. ქვემოთ რა არის ერთნაირები? ფუძეები, ფუძე გადავა და ხარისხები უნდა შეიკრიბოს, იმიტომ რომ მრავლდება, ხო? ეს რიცხვები ერთმანეთზე და უფრო მეტი ხარისხი უნდა იყოს. გამოვიდა 5. და რა დასრულდა აქ? არ დასრულებულა. წილადის ხაზი რა არის? არის იგივე გაყოფა. ანუ ჩვენ გვაქვს ფაქტობრივად 6-ის მერვე გაყოფილი 6-ის მე-5-ზე, ხო? ერთნაირი ფუძეები გადავიდა და 800 - 5 3, 6-ის მე-3, ხო? ნუ ეს 216-ის ტოლია, ხო? თუმცა შეიძლება რომ ესეც დავტოვოთ. და მოდი აი ახარისხებაზეც გავაკეთოთ 1-2 მაგალითი და ნუ საკმარისი იქნება, ხო? დავწმუნდეთ იმაში, რომ საერთოდ არ გვაქვს რაღაცა რთულ თემასთან საქმე, ხო? რაღაცა საშინელებასთან. პირიქით შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ მარტივი. თქვათ მოდი აი შემოდათ 10 წილადი. 1/5-ის კვადრატი ხარისხად 3, ანუ კვადრატი კუბში გამრავლებული 1/5 კვადრატში და კიდე კვადრატში ვთქვათ, ხო? ეს რა არის ახლა? ის გასაგებია, ხო? ანუ ჯერ ისედაც ხო ისეთ რა, ჯერ ფრჩხილები აქაც ეგრე შევხედოთ, ხო? ჯერ ფრჩხილები გაკეთდება პირველი 1/5 კვადრატი და კუბში, ხო? ანუ 1/5 აი ისე რომ ფორმულას რო გავცეთ ცოტა ხანი. 1/5 კვადრატში ნიშნავს 1/5 ჯერ 1/5
და ეგ კიდე 3-ჯერ უნდა გავაკეთოთ, ხო? ნუ სულ 6-იც არის 1.5 გვექნება. ამიტომ 1.5 ხარისხად 6 და ნუ ისედაც ვიცით რომ ახარისხების დროს ხარისხები მრავლდება ერთმანეთზე და გამრავლებული, აი ეს გამრავლება გვაქვს, ხო? ეხლა უკვე გამრავლებული 1.5-ის კვადრატი კვადრატში, ანუ სულ 4-ჯერ გვექნება, ხო? 1.5. მეოთხე ხარისხში და რა გვაქვს ახლა? ერთნაირი ფუძეები გადავიდა 1.5 და ნუ ხარისხები უნდა შეიკრიბოს ცხადი. 1.5 მეათე ხარისხი. ეს რას უდრის? ამას ვერ გეტყვით. ხო, პრინციპში სხვა აღარც სხვა მაგალითის გაკეთება მე მგონი აღარც არის საჭირო, ხო? უამრავი სახე შეიძლება მივცეთ ამ ტიპის სავარჯიშოებს, ხო? და ერთი რაც უნდა იცოდეთ, უმნიშვნელოვანესი კიდე ესეთმაც მინდა. თქვათ გვაქვს ესეთი რაღაც, ხო? 2-ის მერვე გამრავლებული 3-ის მერვეზე პლუს 5-ის კუბი გამრავლებული 5-ის მეოთხეზე, ხო? აქ რა შვებით ახლა? ნუ აქ ხედავთ რომ ერთნაირი ფუძეები კი არა და ერთნაირი ხარისხებია, ესე იგი 8 გვექნება და 2x3 6. პლუს აქ ფუძეებია უკვე ერთნაირი 5 გადავა და ნუ 3 და 4 ვიცით რომ უნდა შევკრიბოთ, იქნება 7, ხო? წინა ვიდეოს დასაწყისში მე ვახსენე ის რომ ხარისხები მხოლოდ და მხოლოდ გამრავლება გაყოფასთან ასოცირდება და მეტი არაფერთან. ამიტომ ჩვენ რო აი აქ გვაქვს ეს პლუსი, ხო? ეს უკვე გვეუბნება რომ აქ ყველაფერი დასრულდა. ანუ ჩვენ აი ამ 2 წევრს, ხო? პლუსით გამოყოფილ 2 წევრს ერთმანეთთან ვეღარ დავაკავშირებთ ვერანაირად, ხო? ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, აქ უკვე არის ის რომ 6 მერვე ხარისხში ავიყვანოთ და რაღაცა რიცხვი მივიღოთ და მერე იმ რიცხვს დავუმატოთ 5-ის მეშვიდე ხარისხი, ხო? რაღაცა კონკრეტული რიცხვი. თუ გვინდა რომ საბოლოო პასუხი მივიღოთ, ხო? ერთ წევრისგან შემდგარი, მაშინ ნუ ერთადერთი ვარიანტია რომ ეს ხარისხები დავითვალოთ და შევკრიბოთ, იმიტომ რომ შეკრების, აი ამ შეკრების ოპერაციის დაკავშირება ესე ფორმულის კუთხით, ხო? ხარისხებთან არის შეუძლებელი, იმიტომ რომ ხარისხი მოიაზრებს თავის თავში მხოლოდ გამრავლებას და ნუ შესაბამისად გაყოფასაც.